გამარჯობა. დღეს გაჩვენებთ ჩემს სამუშაო პროცესს. როგორ მივდივარ AI-ით გენერირებული დიზაინიდან ისეთ შედეგამდე, რომელიც საბოლოო პროდუქტად გამოიყურება. და აქ მთავარი იდეა არის, რომ AI დიზაინი არ არის საბოლოო პასუხი. AI დიზაინი არის კარგი დასაწყისი. ჩემი პროცესი სამ ნაწილად იყოფა. პირველი, web დიზაინი. ანუ ვაძლევ AI-ის მიმართულებას, იდეას, განწყობას, პროდუქტს, კონტექსტს და ვნახულობ რა ვიზუალურ პასუხებს დამიბრუნებს. მეორე, product design refinement. ანუ AI output-ის დიზაინერული გასუფთავება. აქ უკვე AI აღარ მართავს პროცესს. აქ დიზაინერი იღებს გადაწყვეტილებებს, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა უნდა გამარტივდეთ, სად იკარგება იერარქია, სად არის უბრალოდ ლამაზი ვიზუალი და სად არის რეალური პროდუქტის კომუნიკაცია. და მესამე, vibe coding. როცა დიზაინის მიმართულება უკვე გასუფთავებულია, გადავდივართ კოდში და ვაკეთებთ რეალურ ვერსიას, სადაც იდეა აღარ არის უბრალოდ სურათი. უკვე ხდება გამოყენებადი ინტერფეისი. დღეს ამისთვის გამოვიყენებ პატარა გამოგონილ პროდუქტს, Focus Flows. ეს არის AI პლენერი ფრილანსერებისთვის, რომელიც გაფანტულ ტასკებს აქცევს ყოველდღიურ გეგმად. ვიდეოს ბოლოს გექნებათ ძალიან კონკრეტული სურათი, რაში გვეხმარება AI დიზაინში, სად გვჭირდება ადამიანის გემოვნება და როგორ გადავიტანოთ ეს ყველაფერი კოდში ისე, რომ არ მივიღოთ უბრალოდ AI სლოპი. დავიწყოთ კლო დიზაინის აუთპუტებით. პირველი ვერსია საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ მას აქვს კარგი პროდუქტის აზრი. მარცხნივ გვაქვს headline, plan your day before it plans you. ეს ფრაზა ძლიერია, რადგან პრობლემასაც ამბობს და ემოციასაც. ყველას გვქონია დღე, რომელიც თითქოს ჩვენზე ადრე იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას. მაგრამ ამ ვერსიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცენტრალური before და after იდეა. მარცხნივ ხედავთ ქაოსს, sticky note-ებს, სხვადასხვა დავალებებს და სხვადასხვა წყაროებს. მარჯვნივ ხედავთ დაალაგებულ დღეს. ანუ კლოდმა სწორად დაიჭირა პროდუქტის ძირითადი მიზანი. Focus Flow არ არის უბრალოდ task manager-ი, ის არეულობას აქცევს გეგმად. ეს არის კარგი მაგალითი, როცა AI-მ შეიძლება მოგცეს არა უბრალოდ UI, არამედ კომუნიკაციის მიმართულებაც. მაგრამ მოდი product designer-ის თვალით შევხედოთ. აქ პრობლემა ის არის, რომ ეკრანი ზედმეტად განმარტებითი ხდება. ყველაფერი ძალიან პირდაპირ გვიხსნის. აი before-ი, აი after-ი, აი plan with AI. ეს შეიძლება კარგი იყოს პრეზენტაციის სლაიდერისთვის, მაგრამ landing page-ის heroes-ვის ზედმეტად ბევრია და გადატვირთული. მეორე ვერსიაში კლოდი წავიდა უფრო polished SaaS მიმართულებით. აქ უკვე გვაქვს დიდი phone mockup-ები, ნოტიფიკაციის კარტები, ინტეგრაციები და უფრო მშვიდი ვიზუალური სისტემა. რაც მომწონს layout-ი უფრო სუფთაა. მარცხენა მხარეს ტექსტი კარგად სუნთქავს, CTA-ები მკაფიოა, plays well-ვის ნაწილი გვაძლევს სიგნალს, რომ პროდუქტი უკავშირდება Gmail-ს, Notion-ს, Slack-ს და Google Calendar-ს. ეს უკვე გავს რეალურ SaaS landing page-ს. მაგრამ აქაც არის ერთი პრობლემა. ვიზუალი ცოტათი generic ხდება. ლამაზი არის, მაგრამ ძალიან ბევრ AI generated landing page გავს. დიდი mockup-ები, floating კარტები, pastel background-ები, სუფთა ტიპოგრაფია, ყველაფერი სწორია, მაგრამ არა დასამახსოვრებელი. და აი აქ არის დიზაინერის საქმე. AI-მ შეიძლება შექმნას სწორი კომპოზიცია, მაგრამ სწორ კომპოზიციასა და დასამახსოვრებელ დიზაინს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მესამე ვერსია კიდევ უფრო პროდუქტზე ფოკუსირებული არის. აქ უკვე გვაქვს კონკრეტული დღიური გრაფიკი, დროები, pulled from email, Notion, Slack, Nextap, კარტები, ახლიდან დაგეგმვის ღილაკი. ამ ვერსიაში მომწონს, რომ პროდუქტი უფრო ცოცხლად ჩანს. უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ მუშაობს Focus Flow, იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან და აწყობს დღეს. მაგრამ ვიზუალურად აქაც ჩნდება საფრთხე. ზედმეტად ბევრი ინტერფეის დეტალი headlines კონკურენციას უწევს. პირაუშ თავარ შეკითხვაა, მომხმარებელი სამ წამში გაიგებს რას ვთავაზობთ. თუ ეკრანზე ყველაფერია ერთდროულად, headline-ი, dashboard-ი, ინტეგრაციები, scheduling, floating, კარტები, notification-ები, მომხმარებელს ყურადღება უბრალოდ იფანტება. ამიტომ კლოდის შედეგებიდან მე ავიღებდი იდეებს, მაგრამ არცერთ არ დავტოვებდი საბოლოო დიზაინად. ეს არის web დიზაინის კარგი შედეგი. არა საბოლოო დიზაინი, არამედ საინტერესო მასალაა, საიდანაც დიზაინერი იწყებს არჩევას და ფიქრს. ახლა ვნახოთ Google Stitch-ის შედეგი. აქ პირველი რაც თვალში გვხვდება არის უფრო კლასიკური landing page-ის სტრუქტურა. ჰედერი, ნავიგაცია, hero, CTA, სურათის mockup-ი და ასე შემდეგ. თითქოს ყველაფერი თავის ადგილასაა. Stitch-ის ვერსიაში უფრო მკვეთრად ჩანს მწვანე ბრენდინგი. Focus Flow მწვანეა, CTA მწვანეა, headline-ში It Plans You მწვანე იტალიკით არის გამოყოფილი.
ეს ცუდი არ არის, პირიქით შეიძლება ბრენდინგის მიმართულებისთვის კარგი საწყისი იყოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვიზუალურად ზედმეტად ლითერალ გამოდის. მარჯვნივ გვაქვს ქარდები, კალენდარი და პლანშეტი. ანუ პროდუქტის იდეა თითქოს გვიხსნის, აი აქ ქაოსია, AI მოდის და აალაგებს. ეს გასაგებია, მაგრამ თანამედროვე SaaS ლენდინგისთვის ძალიან ძველმოდურად გამოიყურება. და ეს არის საინტერესო განსხვავება კლოდსა და Stitch შორის. კლოდის შედეგები უფრო digital product-ისკენ წავიდა, Stitch-ის უფრო marketing visual-ისკენ. ორივეს აქვს კარგი მხარე, მაგრამ არც ერთი არის ის, რასაც მე პირადად საბოლოო დიზაინა დავიღებდი. ახლა გადავიდეთ ჩემს საბოლოო დიზაინზე. აქ მე შევეცადე, რომ focus flow აღარ ყოფილიყო უბრალოდ AI პლენერი აბსტრაქტული. მინდოდა უფრო ადამიანური, უფრო მშვიდი და უფრო პრემიუმ შეგრძნება ჰქონოდა. პირველი გადაწყვეტილება იყო headline-ის შენარჩუნება. Plan your day before it plans you. ეს ფრაზა დავტოვე, რადგან ზუსტად ამბობს პრობლემას. არ გეუბნება უბრალოდ manage your tasks better. გეუბნება იმას, რასაც რეალურად გცნობ. დღე გარბის, დავალებები გეწევა, შეტყობინებები მოდის და ბოლოს შენ აღარ გეგმავ დღეს. დღე გეგმავს შენ. მეორე გადაწყვეტილება იყო სიტყვა before-ის გამოყოფა ხელნაწერი ლურჯი სტილით. რადგან მთელი იდეა არის დროზე ადრე მოქმედება, before არის ემოციური keyword-ი. აქ მომხმარებელს ვეუბნებით, სანამ ქაოსი დაგასწრებს, შენ დაგეგმე. ეს პატარა ტიპოგრაფიული გადაწყვეტილება უკვე ცვლის ტონს. დიზაინი ხდება ნაკლებად კორპორატიული და უფრო ადამიანური. მესამე გადაწყვეტილება იყო ადამიანური ვიზუალი. კლოდის აუთპუტებში ბევრგან გვქონდა UI მოკაფები, scheduling ქარდები. ეს კარგია, მაგრამ მე მინდოდა პირველივე viewport-ში გამოჩენილიყო ადამიანი. იმიტომ რომ პროდუქტი არ არის კალენდარისთვის. პროდუქტი არის ფრილანსერებისთვის, რომლებსაც უნდათ შვიდად იმუშაონ. როცა მომხმარებელი ხედავს ადამიანს, რომელიც ტელეფონით შვიდად იყენებს პროდუქტს, კომუნიკაცია უფრო ემოციური ხდება. ეს აღარ არის მხოლოდ AI tools-ი, ეს არის უფრო მშვიდი სამუშაო დღე. მეოთხე გადაწყვეტილება იყო ინტეგრაციების ჩვენება, მაგრამ არა მძიმე UI dashboard-ით. პატარა ქარდები საკმარისია იმის სათქმელად, რომ focus flow უკავშირდება Google Calendars, Notions, Slacks და სხვა პლატფორმებს. აქ მნიშვნელოვანია ბალანსი. თუ ყველაფერს ვაჩვენებთ, დიზაინი გადაიტვირთება. თუ არაფერს ვაჩვენებთ, პროდუქტი აბსტრაქტული დარჩება. მეხუთე გადაწყვეტილება იყო input card, იგივე ტექსტ არეა. ეს პატარა ელემენტი აჩვენებს, რომ პროდუქტში AI ინტეგრაცია არსებობს. მომხმარებელი რაღაცას წერს, ეუბნება სისტემას, რა უნდა შექმნას ან დაგეგმოს და იქიდან იწყება პროცესი. ანუ საბოლოო დიზაინში შევეცადე სამი რამე ერთად ამეჭირა. პირველი, ძლიერი მესიჯი, მეორე, ადამიანური ხასიათი და მესამე, პროდუქტის რეალური ფუნქცია. და ზუსტად ეს არის product design refinement. AI მომცა ბევრი კარგი ფრაგმენტი, მაგრამ საბოლოო დიზაინი მაინც დიზაინერის პასუხისმგებლობაა. დღეს AI-ით ლამაზი ინტერფეისის აწყობა ბევრად მარტივია. შეგიძლია სწრაფად მიიღო იდეები, კომპონენტები, ლეიაუთები და პროტოტიპის პირველი ვერსიებიც. მაგრამ AI ვერ მიიღებს შენმაგივრად მთავარ დიზაინ გადაწყვეტილებებს. ვერ გეტყვის ზუსტად რა პრობლემას აგვარებ, ვისთვის ქმნი პროდუქტს, რატომ უნდა იყოს flow-ასე და როგორ უნდა გადაიქცეს იდეა გასაგებ გამოყენებად პროდუქტად. ზუსტად აქ იწყება product design-ი. თუ გინდა ისწავლო არა უბრალოდ ლამაზი UI-ის ხატვა, არამედ პროდუქტის დიზაინის რეალური პროცესი, research-დან პროტოტიპამდე, UX ლოგიკით, user flow-ებით, Figma workflow-ით და AI tools-ის სწორად გამოყენებით, ამისთვის გვაქვს საჩემო აკადემიის პროდუქტის დიზაინის ერთთვიანი პრაქტიკული კურსი. კურსში ვმუშაობთ იმაზე, როგორ ფიქრობს product დიზაინერი რეალურ გარემოში, როგორ იწყებს ბრიფიდან, როგორ აანალიზებს პრობლემას, როგორ აწყობს ინტერფეისს და როგორ აქცევს იდეას პროტოტიპად. AI-ს ვიყენებთ როგორც ძლიერ ასისტენტს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მაინც დიზაინერი იღებს. თუ გინდა ეს პროცესი სისტემურად და პრაქტიკულად ისწავლო, კურსის ლინკს აღწერაში დავტოვებ. ახლა კი დავუბრუნდეთ პროცესს და უბრალოდ გაჩვენებთ ამ დიზაინით vibe coding-ში სადამდე მივედით. აი ეს არის შედეგი, რაც ამ ეტაპზე vibe coding-ით მივიღეთ. ზემოთ გვაქვს დიზაინი, რომელიც გავასუფთავეთ და საბოლოო მიმართულებად ავიღეთ. ქვემოთ კი უკვე coded ვერსია. იგივე იდეა, მაგრამ უკვე რეალურად.
აქ ჯერ არ შევდივარ დეტალებში, როგორ ავაწყე ლეიაუთები, როგორ გადავიტანე ვაიბ დიზაინი, ვაიბ კოდინგში და როგორ გამოვიყენე ის რესურსები, რაც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ. ეს უკვე ცალკე ვიდეოს თემა. ამ ვიდეოში მინდოდა გენახათ მთავარი ჯაჭვი. როგორ მივიღეთ AI-სგან რამდენიმე ვიზუალური მიმართულება, როგორ შევაფასეთ კლოდის და Google Stitch-ის შედეგები, როგორ გავაკეთეთ product design refinement-ი და ბოლოს როგორ მივედით RFD-მდე. თუ გაინტერესებთ როგორ ავაწყოთ vibe coding-ით მსგავსი დიზაინები, ან თუნდაც სრული landing page-ები, მაგალითად როგორც არის საჩემო აკადემია, რომელიც სრულად AI-ის დახმარებით ავაწყე. გამოიწერეთ არხი, რადგან საინტერესო ვიდეოებთან ერთად ფართოვდება არხის კონტენტიც. ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო პროცესის სრული ჯაჭვი. Vibe design-მა მოგცა იდეები, product design refinement-მა მოგცა მიმართულება. Vibe coding-მა კი ეს მიმართულება რეალურ შედეგად აქცია. მოდი მოკლედ შევაჯამოთ. პირველი, AI დიზაინში ყველაზე ძლიერი არის ვარიაციებში. ძალიან სწრაფად გვაძლევს ბევრ ვერსიას, ბევრ ხასიათს, ბევრ კომბინაციას. ეს განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა ჯერ მიმართულებას ეძებ. მეორე, AI output-ი არ უნდა მივიღოთ როგორც საბოლოო პასუხი. უნდა შევხედოთ როგორც მონახაზ. ზოგ output-ში copy მუშაობს, ზოგში layout-ი, ზოგში ვიზუალი, ზოგში პროდუქტის დეტალები. მესამე, დიზაინერის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა AI ბევრ ვარიანტს ქმნის. შენი გემოვნება, არჩევანი და product thinking-ი არის ის, რაც კარგს აშორებს ზოგადისგან. მეოთხე, საბოლოო დიზაინში უნდა გქონდეს მკაფიო იერარქია. მომხმარებელმა სწრაფად უნდა გაიგოს რა არის პროდუქტი, ვისთვის არის, რა პრობლემას აგვარებს და რატომ უნდა დააჭიროს CTA-ს. მეხუთე, vibe coding-ი არის არა უბრალოდ კოდის გენერირება, არამედ დიზაინერული გადაწყვეტილებების გადატანა რეალური UI-ში. და ჩემი მთავარი takeaway ასეთია. AI არ ცვლის product designers, AI აჩქარებს კვლევას, მაგრამ მიმართულება, სისუფთავე და საბოლოო შესრულება ისევ ჩვენზეა. თუ AI-ს იყენებ მხოლოდ იმიტომ, რომ რამე ლამაზი დამიგენერიროს, მიიღებ საშუალო შედეგს. მაგრამ თუ AI-ს იყენებ როგორც კრეატიულ ასისტენტად, რომელსაც შენ აძლევ კონტექსტს, აკრიტიკებს შედეგს, არჩევს საუკეთესოს და მე შენი დასუფთავებ, მაშინ სამუშაო პროცესი ძალიან ძლიერდება. თუ მოგეწონათ ვიდეო, დააჭირეთ მოწონების ღილაკს, დაწერეთ კომენტარი და გამოიწერეთ არხი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ მეტი ასეთი პრაქტიკული ვიდეო გადავიღო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ დიზაინზე, AI tools-ზე, product thinking-ზე და იმაზე, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ პროდუქტად. კურსის ლინკი აღწერაშია. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემიაა. დროებით.